სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი ეწვია. უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ ამერიკელ დიპლომატს უნივერსიტეტის როლი და მისია გააცნო. განუმარტა დევნილი უნივერსიტეტის სპეციფიკა და ხაზი გაუსვა კონფლიქტების დარეგულირების საკითხში საუნივერსიტეტო დიპლომატიის როლს. თავმსხრივ ქალბატონმა რუდმა მხარდაჭერა გამოთქვა რექტორის ახალ ინიციატივაზე მშვიდობის მშენებლობის ფორმატში საუნივერსიტეტო დიპლომატიის ჩართვის აუცილებლობის შესახებ. დიპლომატმა კიდევ ერთხელ გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ჩემთვის დიდი პატივია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთან და სტუდენტებთან შეხვედრა. ეს არის შესაძლებლობა ვისაუბროთ საქართველოს სასამართლოს სისტემის მხარდასაჭერ პროექტებზე, რომელსაც ამერიკის საელჩო დიდი ხანია ახორციელებს. ჩვენ ასევე გვაქვს სამართლის განათლების მიმართულებით პროგრამები. აქ ასევე ვარ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავადასტურო ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს რეზოლუციას აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების შესახებ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჟენევის შეხვედრებში ყველა მნიშვნელოვან საკითხს შევეხოთ. ეს არის გამოხატვა დამოუკიდებლობის, რომელსაც საქართველოს გზნობს ამერიკის მხრიდან მისი დამოუკიდებლობის პირველი დღიდან მოყოლებული. ის მიზნები, რაც აქვს უნივერსიტეტს, ნაკარნახევია მისი ისტორიული მისიიდან და ფუნქციიდან გამომდინარე, რომლის რეალიზაცია მე წარმოვადგენლად მიმაჩნია საქართველოს ყველაზე დიდი პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე, რომელსაც წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატები. მე მინდა მისი სახით დავუდასტურო ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი ახალგაზრდობის აკადემიური პერსონალის ადმინისტრაციის თანადგომა, მხარდაჭერა, მადლიერება, გამოხატო მადლიერება და იმედი ვიქონიო, რომ ჩვენი ურთიერთობები კვლავ იმ ფორმატში, იმ საერთო მიზნის, რაც მხოლოდ სიკეთეს, ქვეყნის ერთიანობას, მთლიანობას, მის უსაფრთხო მომავალს ემსახურება, კვლავაც გაგრძელდება და ამ პროცესში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეასრულებს თავის ისტორიულ როლს და მისიას. ამერიკელი დიპლომატი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებსაც შეხვდა. შეხვედრაზე ელიზაბეთ რუდმა ასევე დაადასტურა უნივერსიტეტისადმი დიდი ინტერესი და მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციურ ხედვებს. ჩემი სიტყვა იქნება ინგლისური. მითხარეს, რომ სტუდენტების უმრავლესობამ კარგად იცის ინგლისური. იმედია, რომ ეს არ იქნება პრობლემა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და მას სტუდენტებმა საინტერესო კითხვები დაუსვეს. მე შეკითხვა დაუსვი ზურაბ ხონელიძის ახალი ხედვის შესახებ, ანუ ეს საუნივერსიტეტო დიპლომატია, თუმცა პასუხი ამაზე, რომ საუნივერსიტეტო დიპლომატია თავის მხრივ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, რადგანაც ეს არის ერთგვარი კავშირი ევროპასა და საქართველოს შორის. კონფლიქტის მოგვარებაში უნივერსიტეტის როლი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ხალხს შორის ჩამოვაყალიბოთ მშვიდობიანი ურთიერთობები, ხალხებს შორის არ იყოს დაპირისპირება, ჩვენი ქვეყანა მრავალფეროვანია და გამოირჩეოდა სწორედ ტოლერანტობით სხვადასხვა ერების მიმართ. თუ სტუდენტები ერთად იქნებიან, ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას და გაძლიერებას.